საკუთარი. Დღევანდელი ამბით რომ დავიწყოთ, სების ქალაქის მეორე ეტაპის მშენებლობა იწყება და ასევე ის მოედანი დავათვალიერეთ რომ ვთქვათ. დღეს დავანონსეთ ოსტომის ქალაქის პროექტის მეორე ფაზის დაწყება, როგორც მოგეხსენებათ 1500-ზე მეტ ოჯახს უწევდა გაუსაძლეს პირობებში ცხოვრება, მათი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება ასეთ პირობებში, თუმცა 500-ზე მეტი ოჯახი უკვე დაგმოყოფილდა პირველი ფაზის ფარგლებში და ახლა უკვე დაიწყო პროექტის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში დაგმოყოფილდება ახალი საცხოვრებლი სივრცით 1000-ზე მეტი ოჯახი. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ ამ თვალსაზრისით, თქვენ იცით რომ 2012 წლიდან მოყვება ჩვენ ეს პრობლემა, თუმცა ხედავთ რომ არის კონკრეტული გეგმა, რომელთაც ეს მდგომარეობა საბოლოოდ შეიცვლება და 1500-ზე მეტი ოჯახი, მათ შორის დაახლოებით 1000 ბავშვი, 2000-მდე ბავშვი უпроსორად იცხოვრებს სრულიად სხვა გარემოში, მათთვის იქნება უზრუნველყოფილი სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის აშენდება სკოლა, ბაღი, სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა ოჯახი ცხოვრების ნორმალური პირობებით და სათანადო პირობებით. ასევე დღეს მოვინახულეთ ახლად აშენებული ყინულის სასახლე ბათუმში, რომელიც არის განკუთვნილი 1500 მაყურებელზე. როგორც მოგეხსენებათ, აქ გაიმართება ასევე ახალგაზრდული ზამთრის ფესტივალი, რომელიც დაიწყება ხვალ ამ ყინულის სასახლეში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის მთლიანად და კონკრეტულად ბათუმისთვის. ბათუმში დაახლოებით 450 ბავშვი ახალგაზრდა არის ჩართული სპორტის სამსახიობაში და რა თქმა უნდა, ახალი დარბაზი მიცემს ახალ სტიმულს, ყინულის ახალი სასახლე მიცემს ახალ სტიმულს ბავშვებს, ახალგაზრდებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩაერთონ სპორტის სამსახიობაში ყოველას და წარმატებები ვსურვთ. ბატონო, ირაკლი ბათუმში ვიმყოფებით და პირველ რიგში ალბათ ეს შეკითხვა უნდა დაგისვათ. მზია ამაღლებელთან დაკავშირებით ის 28 დღეა შიმშილობთ. როგორ შეაფასებთ ზოგადად ამ ფაქტს, რამდენად მიიჩნევთ, რომ ჟურნალისტი ამ შემთხვევაში მზია ამაღლებელი აუცილებლად უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში და ასევე გუშინ ბათუმელების მთავარმა რედაქტორმა გამოთქვა სურვილი თქვენთან შეხვედრის თქვენი პასუხი დაიჭირა. დიახ, ნუ რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ეს რა თქმა უნდა არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი უწყების გადასაწყვეტი, როგორც მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე ვერ შევალ სამართლებრივ შეფასებაში, ერთ-ერთი შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევების, რაც იქნა ჩადენილი, რა თქმა უნდა, ეს არის ძიმე სამართალდარღვევა თავისი საერთო შეფასებით არ შეიძლება ვიღაცამ სადოს ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფო წარმომადგენელზე, პოლიციელზე. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, რასაც ჭირდებოდა ბუნებრივია სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, როგორი უნდა იყოს ეს რეაგირება, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები და ყველა პატივი უნდა ეს შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებებს. თავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ხედავთ ვერავითარ სინანულს. პოლიციას გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის მხრიდან, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის რა თქმა უნდა უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავის შეფასება. რაც შეეხება შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული. მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა. მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე. სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში. ხო, ეს არის შესაბამისი უწყებები. თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ პირიქით ცდილობენ ასეთი ასე ვთქვათ სამართალდარღვევების სახელისებას, ეს რა თქმა უნდა არის უკიდურესად მიუღებელი და მის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ სინანული არის თავარი, რაც ახლა არის გამოსახატი. რეზონანსულია საქმე და ამ შიდა პროტესტის მიუხედავად, ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად, საკმაოდ მწვავეა საერთაშორისო გამოხმაურებაც. ხო, თუმცა თქვენ მოისმენეთ ერთ-ერთი საერთაშორისო გამოხმაურება გუშინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო
ზის კონკრეტული ადამიანი ციხეში. ხო ხედავთ რამდენად სამარცხვინო ტყუილებს კადრულობენ და ეს ტყუილი იკადრეს უმაღლეს დონეზე ევროკავშირში. ამაზე თქვენ უნდა გქონდეთ შეფასება და ასევე მნიშვნელოვანია თქვენ გქონდეთ შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროს სახლში ურტყავს ხელს. ამაზე ყველას უნდა გქონდეს ჯანსაღი რეაქცია და არა ესეთი რეაქცია, როგორც გამოხატეს გუშინ მაგალითად ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, რომლებმაც იკადრეს სამარცხვინო ტყუილი და მათ თქვეს, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის თავისუფალი გამოხატვის გამო ზის ციხეში. ეს ხო სამარცხვინო ტყუილია. რა თქმა უნდა, ასეთ სამარცხვინო ტყუილებზე ჩვენ ვერ გვექნება ვერავითარი რეაგირება. ამერიკასთან დაკავშირებით რატომ გახდა კანონის სუსტი ასლის ასეთმა და გადმოტანა საჭირო, ან საჭიროა ვისაუბროთ, თქვენ ეკონომიკები აკრიტიკებენ, თუმცა რომ ვისაუბროთ კიდევ ერთხელ რა მიზნით და თქვენ იცით რომ ჩვენ შარშან მივიღეთ ამერიკული ფარას რბილი ვერსია ამ კანონსაც პატივს არსებენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაფრის ფონზე, მათ შორის იმოვნების ფონზე, რაც განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მივიღეთ ამერიკული ფარას კოპირების გადაწყვეტილება. ერთ საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები ფარას შერბილების თაობაზე. აქ მეორე რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ განაცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს, იმიტომ რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, რომ საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარას კანონის შერბილებას. აქ შეიძლებაერიოს deep state-ის ხელი ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა რაც შეეხება ჩვენს რეალობას, თქვენ ხედავთ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და კანონი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სადოს NGO-ების მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობა, მცდელობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე. გახარიას პარტია ალენ ვერსის განცხადებაზე მინდა რომ გამოხატო. დიახ, რაც შეეხება ბატონი ბერსეს განცხადებას, თქვენ გახსოვთ ბატონი ბერსე ჩამობრძანდა საქართველოში, რასაც მოყვა ძალიან უხეში შეფასებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, შეურაცხყოფელი შეფასებებიც კი. ეს არის კონტექსტი. ჩვენ შემდეგ უნდა საუბარი მასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ფორმატი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გადასამუშავებლად, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე ამ ფორმატმა რა თქმა უნდა დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვეხილა შემხედრი ნაბიჯი კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, deep state-ის და შესაბამისი სხვა სტრუქტურების მხრიდან, ჩვენ ვიხილეთ პირიქით საპირისპირო ტენდენცია. გაგრძელდა რევოლუციის მოწყობის მცდელობა, თქვენ ხედავთ, რომ 4 ასეული ადამიანი ყოველდღე უყენიათ რუსთაველის გამზირზე, აგეტინებენ რუსთაველის გამზირს. ანუ არავითარი შემხედრი ნაბიჯი. გაგრძელდა სანქციების დაწესება, პასედან თქვენ იცით რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, როდესაც დათქმებით მიანიჭეს ჩვენს დელეგაციას მხოლოდ სტატუსი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ტოვებს იმის სივრცეს, რომ ჩვენ ვისაუბროთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო ფორმატის შექმნაზე. არა თუ არ შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე დარბილდეს გამჭვირვალობის კანონი, მეტი რა უნდა დარბილდეს, ხო არ ვიცი, იმიტომ რომ საუბარია ამ კანონში მხოლოდ ერთჯერად ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციაზე. ამ ფონზე, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO-ები გამოიყენებიან როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, გამჭვირვალობის შესახებ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია და გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია გავაცანით ბატონ ბერსეს, ჩვენ ყველა პრინციპი, ყველა წესი დავიცავით, წინასწარ ვაცნობეთ ბატონ ბერსეს იმასთან დაკავშირებით,
რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა. კაია კალასის და მარტაკოსის განცხადებაზეც რომ გააკეთეთ თქვენ შეფასება, სადაც საუბარია რომ ის კანონები, რომლის დაჩქარებლად მიიღება ციგეგმება, გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე და ასევე საუბარია რომ ქართული ოცნება ცდილდება დემოკრატიულ სტანდარტებზე, როგორ იქნება თქვენი შეფასება? დავავადებ, შეიძლება ისინი ამბობენ, რომ სამართლის და ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსში ცვლილებების მიღებას ეუთვადიის დაწყვეტ და განხორციელებამდე უნდა დაევალო და არ უნდა განხორციელოს ეს ცვლილებები არის თუ ეს მაგის სტანდარტი და ამგვარი განცხადებები. თქვენ იცით რას ეძღვნება ეს კანონმდებლობა, რომელიც დაინიციერდა, ეს ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის, გავრცელების, ტირაჟირების საშუალება, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება, ამით როცა არიან შეშფოთებული კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, ეს არის გამოუგნებელი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. ისინი მხარს უჭერენ სიძულვილს, შეურაცხყოფას, ეს ხო არანორმალური მოვლენაა, ევროპასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო მოიმოქმედებს ყველაფერს იმისათვის, რომ არ დაუშვას ამ ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. სიძულვილის შეურაცხყოფა ყველამ უნდა შეინახოს თავისთვის, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ნაცმოძრაობას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, არ მისცემ ჩვენ იმის საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს, ყველა ასეთი სამართალდარღვევა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯელი. არ შეიძლება კიდევ ერთხელ გაიმეორებ 4 ასეულმა ნაციონალმა პრობლემები შექმნა სადოს 4 მილიონი ჩვენი თანამოქალაქისთვის. უბრალოდ არ შეიძლება, ხო? 4 ასეული ადამიანი, 4 მილიონი ადამიანს პრობლემებს ვერ შეუქმნის. ჩვენი პასუხისმგებლობა 4 მილიონი ადამიანის წინაშე, ხო? ჩვენ ყავს 3 მილიონი 700,000 მოქალაქე თითოეული მათგანის მიმართ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ 4 ასეულმა ნაციონალმა არავითარი პრობლემა არ შეუქმნას. ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით, თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია გაძევებული იქნა პარლამენტიდან, მათ თვითონ დაწერეს განცხადებები ამასთან დაკავშირებით, მე მგონი არც ელოდნენ, რომ ეს განცხადებები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, არც ერთი ნაციონალის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილი 12 ნაციონალიც საბოლოო ჯამში დატოვებს საქართველოს პარლამენტს. რაც შეეხება გახარიას პარტიას, თქვენი ვარაუდით ისინი მათ არ დაუწერიათ განცხადებები, დაწერენ თუ შესაძლებელია შემოგიერთეთ თქვენი ვარაუდი როგორია? ისინი ვერ ელევიან რეალურად პირველი ფულს, პარტიული დაფინანსება, დეპუტატების დაფინანსება, ნუსკამები პარლამენტში. რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფერს ვერ ელევიან, თუმცა მე მაინც მინდა იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 ნაციონალიც არ დარჩება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ გაჯანსაღდეს 2028 წლისთვის. სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს. ნაციონალები აღარ უნდა იყვნენ აქტუალური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ეს ეხება რა თქმა უნდა სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას, გახარიას პარტიას, უკლებლივ 4-ვე ნაციონალურ პოლიტიკურ პარტიას. მედიასთან დაკავშირებით იმას რომ დავამატოთ და დავაზუსტოთ, ზოგადად ამ გზავნილებს რაც ვრცელდება, როგორ აღიქვამს ხელისუფლება. კალასის და კოსის. ხო, ნუ კიდევ ერთხელ გამეორებ. ანუ გზავნილებს როგორ აღიქვამს პოლიტიკურ ძალასთან ასე დიალოგი და სამართლებრივი საზოგადოების წარმოადგენებთან და ამოწოდებას არ ვიცი რა დიალოგზია საუბარი, როდესაც თვითონ დააწერინეს პარლამენტიდან გასulis განცხადებები, გულისხმობ deep state-ს, რა თქმა უნდა, ამ ოპოზიციურ პარტიებს გაიყვანეს პარლამენტიდან, ხო? რა დიალოგზია ხა ამის შემდეგ საუბარი. თქვენ იცით, რომ დააწერინეს სამ ოპოზიციურ პარტიას განცხადებები პარლამენტის დატოვების თაობაზე, გაიყვანეს პარლამენტიდან და ახლა გვესაუბრებიან პარტიებთან დიალოგზე. ხო, ნუ უბრალოდ არ ვიცი რა შეფასება უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება NGO-ებს, ამ NGO-ებს კონკრეტული ძალები, deep state-ი, ეს ძალები იყენებენ იმისათვის, რომ საქართველოში სადავო ვითარების არევა, რევოლუციას რო ვეღარ აწყობენ. ეს ყველამ კარგად დაინახა, ხო? აბსოლუტურად ყველა ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ ერთ-ერთი მიზანი აქვს, რომ იქნება რაღაც ცოტა ეკონომიკური ზრდა შეაფერხონ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამასაც ვერ დაუშვებთ. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ადამიანები არიან შეშფოთებული იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დაუშვათ ამ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხება, არ ვაპირებთ დაუშვათ სიძულვილის გაღვივება, ეს არის რა თქმა უნდა გამოუგნებელი და როცა ამას აკეთებენ ევროკავშირის ბიუროკრატიის უმაღლესი წარმომადგენლები, ეს არის კიდევ უფრო მეტად გამოუგნებელი. მე ყველას მოუწოდებ
რომ გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას, მათ შორის პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, ხო? ნუ არ ვიცი, ასეთი დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირი მიდის არასწორი მიმართულებით, ამ ყველაფრის შედეგია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის ევროკავშირში და ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც შექმნილია დღეს ევროკავშირში. ხო, ტენდენციები არის ძალიან უარყოფითი. მე ყველას მოუწოდებ, რომ იყვნენ სამართლიანები ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ, ქართული ხალხის მიმართ, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების მიმართ და უფრო მეტად იზრუნონ ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე, აქ საუბარი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებზე. ხარიას პარტია ამ დრომდე არ ტოვებს არხსნის მანდატებს პარლამენტში, რასაც უკვე მოჰყვა დაპირისპირება ოპოზიციაში. თქვენ როგორ ახასებთ, რატომ არ ხდება მანდატების ჩაართვა თქვენი შეფასებით? ნუ არ ვიცი, ხა ესეთი პატარა თამაშები ახასიათებთ ოპოზიციურ პარტიებს, ერთმანეთში კინკლაობაც ახასიათებთ ოპოზიციურ პარტიებს. ეს ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო. საბოლოო ჯამში ეს 4 პოლიტიკური პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, დანარჩენი არის რაღაცა მარტივი ტაქტიკური თამაშები. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ნაცმოძრაობის კოლექტიური ნაცმოძრაობის მეოთხე პარტია მას ატოვებს საქართველოს პარლამენტი და იმედი მაქვს, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. ნუ ნახოთ დანარჩენი დაულოდოს. რამდენად საჭირო იყო დამატებითი რეგულაციების შექმნა კიდე და ეს რეგულაციები მოსალოდნელი რეგულაციები ფასდება როგორც მედიის შეზღუდვა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, როგორია თქვენი პოზიცია? რას შეცვლის არსებულ მედია გარემოში ეს ახალი კანონი და თქვენ როგორ ხედავთ? არათუ საჭირო აუცილებელია შევიდეს სრულებები მედიის შესახებ კანონმდებლობაში. რაც შეეხება შეზღუდვებს, ნახეთ რა არის აქაც სასაცილო. ჩვენ ვთქვით, რომ დავაკოპირებთ ბრიტანულ მოდელს. ისე რომ საერთოდ კანონპროექტიც არ არის ინიცირებული, ვიღაცები ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. მაშინ გამოდის, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილა შელახული მედიის თავისუფლება. ეს ხო უბრალოდ სასაცილოა. რაც შეეხება ზოგადად პრობლემას, პირველ რიგში პრობლემას ყველა აღიარებს. ეს პრობლემა მათ შორის სხვათა შორის EUTODIR-ის დასკვნებშიც არის აღიარებული წლების მანძილზე. პრობლემა არის ის, რომ მედია არის ჩამოყალიბებული საქართველოში როგორც პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივების, სიცრუის ტირაჟერების მთავარი წყარო. ეს პრობლემა ხო სახეზეა, ხო ყველა აღიარებს. პოლარიზაცია, სიძულვილი, აგრესია, სიცრუე, ეს ყველაფერი არის დამახასიათებელი ქართული მედია ლანდშაფტისთვის, ხო? ამას ხო ჭირდება რეგულირება. თუ პრობლემა არსებობს, თუ დიაგნოზი არსებობს, რატო არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ მძიმე სენისგან, რასაც ქვია კონკრეტული მედია საშუალებების მიერ სიძულვილის, სიცრუის, აგრესიის და პოლარიზაციის გაღვივება. ხო, თუ არსებობს დიაგნოზი, თუ ვიცით, რომ არის კონკრეტული სცენი, რაც ჭირს ქვეყანას, რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ სენისგან? თუ ვინმე ამას უპირისპირდება, გამოდის, რომ მას პირიქით აქვს კონკრეტული ინტერესი, რომ ქვეყანა არ დაისვენოს, ქვეყანა მუდმივად იცხოვროს პოლარიზაციის, სიძულვილის, სიცრუის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს არ შედის ქართული საზოგადოების ინტერესებში, ქართული საზოგადოების ინტერესებში შედის ამ ყველაფრის დარეგულირება და მოწესრიგება და სწორედ ამას მიეძღვნება ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდება აუცილებლად საქართველოს პარლამენტში. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელ დონეზე დატოვა და ასევე ნათქვამია, რომ პერსპექტივა სტაბილურად არის შეფასებული. თქვენ როგორ ახასებთ და რას ნიშნავს ეს პრობლემა? მაგალითად, აღნიშნული რომ საქართველოს რეგიონში ქვეყანაში ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა აქვს, რომელსაც რეგიონში გამორჩევით ამოქმედებით, რამდენად მნიშვნელოვანია როგორ იქნება ეს შედეგები მოწყვეტი და ასევე ინვესტორებისთვის თუ არის ეს სიგნალი. კი, ნუ უცხოელ აგენტებს აქვთ მიღებული ახალი დავალება, უსმენთ ალბათ ხაზარაძე რას ლაპარაკობს ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, ნიკა გილაურის სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი რას საუბრობს ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, მათ აქვთ მიღებული ახალი დავალება, რომ შექმნან რაღაც ნეგატიური აღქმები ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ასეთი რაღაც ხდებოდა ამ წლების მანძილზე, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10% და შარშანდელი წელის დავხურე 9.5%-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა. პირველ ადგილზე ვართ არ მარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ხო? რა თქმა უნდა, ასეთი იქნება 2025 წელიც, თუმცა კეთდება აბსურდული განცხადებები ამ უცხოელი აგენტების მხრიდან, ხაზარაძე, გილაური და სხვები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ეკონომიკური ვარდნაც კი ემუქრება 2025 წელს ჩვენს ქვეყანას. თან ეს ხდება რესპონსი. ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი
და ყველა ვიზიტის პარკებში იყო საუბარი ინვესტიციებზე. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რაც იქნა მოზიდული, უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, MR ჯგუფს 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგ 5 წლის განმავლობაში, მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მხრიდან. ასევე ქონდა ძალიან საინტერესო საუბრები სხვა ქვეყნებში ინვესტიციებთან დაკავშირებით. მთლიანობაში ჩვენ გადაჭარბებით შევასრულებთ იმ 4 წლიან გეგმას, რომელიც წარმოადგენდა წინასაარჩევნო საზოგადოების წინაშე. ჩვენ ქონდა 4 წელიწადში 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა დაეგმილი მთლიანობაში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას სერიოზულად გადავაჭარბებთ. ამის გარანტიას იძლევა ის მიმდინარე პროექტები, რომლებიც უკვე არის დაანონსებული. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის სუვერენული რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება. ჩვენ სტაბილურად ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამ ფონზე თქვენ ხედავთ, იგივე რადიკალური ოპოზიცია, უცხოელი აგენტები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას თვითონ ემუქრება ეკონომიკური ვარდნა. ამას ვერ ეღირსება, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია. ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსებს ასეთ პერსპექტივაში, თუმცა რეალურად თავადაც იციან, რომ არავითარი ეკონომიკური ვარდნა არ იქნება, პირიქით იქნება ძალიან სტაბილური ეკონომიკური განვითარება, შევინარჩუნებთ მყარად და რა თქმა უნდა, ლარის კურს იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, რაც ჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, იმას ვერ ეღირსებიან. ზოგადად თქვენ ხედავთ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია სხვადასხვა ჯურის, ასე ვთქვათ, ნაცები ემუქრებოდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით, სინამდვილეში თვითონ მიიღეს ის, რითაც ემუქრებოდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს და რა თქმა უნდა, ეს ასე გაგრძელდება. არ შეიძლება ნაცებმა მიაღწიონ რაიმე წარმატებას რაიმე სფეროში.